მოგესალმებით მეგობრებო, მეორედ დღეს კიდევ ერთხელ დაგპატიჟებთ ყველას და ერთი რამ მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ადამიანი პატრიარქობაზე კენჭს იხრის, სულ ცოტა ის მაინც უნდა იცოდეს, როგორ უნდა გადასახოს სხვას პირჯვარი. მოდი ნახოთ ახლა ჩვენ თუ როგორ უჭირავს მომავალ ერის მამას პირჯვრის გადასახვის დროს თითები. კარგად დაიმახსოვრეთ ეს მდგომარეობა და ახლა მე გაჩვენებთ თუ როგორ უნდა ეჭიროს მღვდელს თითები პირჯვრის გადასახვის დროს. კარგად დაიმახსოვრეთ და მოდი ვნახოთ როგორ უნდა ეჭიროს პირჯვრის გადასახვის დროს მეუფეს მღვდელს თუ პატრიარქს თითები. და რატო? თქვენ ხედავთ რომ მეუფეს უჭერია ესე თითები, ხო? ესე. აი ესე. და არ იცის რატო უნდა ეჭიროს კაცმა თითები ესე, ხო? კაცმა არ იცის რატო უნდა ეჭიროს ესე თითები, არ იცის. კარგად დაგანახოთ მეგობრებო, კარგად. ნახეთ. ხო? ასია, ხო? ახლა მე ამას დავაპატარავებ. მეუფეს უჭერია ასე თითები, ასე გაფშეკილად. უნდა ეჭიროს მეუფეს თითები, ესენი უნდა იყვნენ აუცილებლად თითის წვერები ერთმანეთზე შეერთებული, ბერა თითი და არა თითი, თუ ცერას ეძახიან ამას ცერას თუ ბერას თუ ცერა თითს, ყოველ შემთხვევაში დიდი თითი და არა თითი და აი ამ ორი თითით, მეგობრებო, აი ამ საჩვენებელი თითით და შუა თითით უნდა იქმნებოდეს ჯვარი. ეს ნეკა თითი აუცილებლად უნდა იყოს მოდუნებულ მდგომარეობაში. მთავარი დატვირთვა არის ამ ორ თითს შორის, რომელიც ერთმანეთზე ედება, რატომ თუ იცით. მეუფეშიო, კარგად მომისმინეთ, სანამ ერის მამა გახდებოდეთ. გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და საერთოდაც შუას თუ დამეკითხებით, კარგად ბევრ რამეს გასწავლით. ეს არის გულისა და თავის, ეს თავის თითი არის და აი ეს კიდე არის გულის დამაკავშირებელი თითი. როდესაც ამ ორ თითს ერთმანეთს ვაჭერთ, აქ აქტიურდება გული და თავი. აქტიურდება გული და თავი და აი ამ ორი თითით კი გამოისახება ჯვარი, ხედავთ ხო? ჯვარია გამოსახული, რომლითაც ადამიანმა უნდა გადაწეროს ჯვარი შემდეგ დანარჩენებს. თუ ეს არ იცი მეუფეშიო, აუცილებლად დააკვირდი ფრესკებს, თუ როგორ უჭირავს ქრისტეს ეს ორი თითი და მერე გათვითცნობიერდი თუ რას ნიშნავს ეს მუდრა. აუცილებლად რომელ მუდრებს აერთიანებს, რომელ ენერგეტიკულ ველებს აერთიანებს, რატომ უჭირავთ ადამიანებს ხელები ასე და რას ეუბნებიან, როდესაც პირჯვარს სახავენ ამით, რომ ჩვენ მოვუწოდებთ, როდესაც ადამიანს პირჯვარს სახავთ ასე, მოვუწოდებთ ამ ადამიანს მისი გულის, თავისა, გონების, ესე იგი ლოგიკისა და გულის გაერთიანებას. ხო? ლოგიკა და გულის ყური გაერთიანოთ. აი ეს არის გულის ყურით მოსმენა, გულის ყურის გაერთიანება ჯვარში. და როდესაც ჩვენ ვიწერთ პირჯვარს, უნდა ვიწერდეთ პირჯვარს ასე, თუ უნდა ვიწერდეთ ასე. ასე. თუ ასე. ასე. აი ეს საკითხები მეგობრებო შემდეგ ვიდეოში იქნება და დაგემშვიდობებით, გადაუზიარეთ მეუფეშიოს, ასწავლეთ ბევრი რამ, სასწაულია გამახალდას და მამაკაც და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. თქვენი თამარი.